მახსოვს, როდესაც ბავშვობაში სოფელში გავიარდით, სალაყბოზე შეკრებილი იყვნენ თეთრი ფაფუქი წვერით უხუცესები და ქვეყნის აუკარგიანობაზე საუბრობდნენ. დღეს მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. თუმცა, როდესაც აჭარის უხუცესების გადაღება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ აჭარაში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, უამრავი უხუცესი ცხოვრობს. ცხოვრობს ეს ერთია, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა კავკასიონის მთებსაც კი შეშურდება. დანარჩენს კი შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ფუტკარაძე გიამბობთ. ბებია, ერთ-ერთმა ჩინელმა კაცმა იცოცხლა 198 წელი. ის ამბობდა, რომ თუ შენი გული სიმშვიდეში იქნება, ის 100 წელიწად ცოცხლებსო და თქვენი გული თუ გრძნობს თავს სიმშვიდეში. ღამე გემეღვიზდება რამდენჯერ არ გიგიკვირდენ ცრემლით მტირი მაგონებიან შვილები. ხო ამის ცეცხლის ბერანგი მაქვს ჩაცმული, არც ცდება, არც იწვის. რამ ჩამასვა შვილების სიმწარი, შვილების ცრემლმა, შვილების ტირილი. მოწყალე მაღმერთმა გამჩემო 95-ს გავლილი ვარ, მაგრამ შვილო გამჩემა ღმერთმა არ გატიროს, არ გათქმევი. ზოგჯერ დამშვიდებული ვარ, ლამაზად ვარ, კარგა ვარ. რომ შვილები გამახსენდება, დამწვარი და დახრაგული. როგორია მოხუცებულობა? მოხუცებულობა ძალიან ძნელი რამე. ძალიან ძნელი რამე. ახალგაზრდობამ შეირგეთ ახალგაზრდობა. ბებო, შენი აზრით რა არის ცხოვრება? ცხოვრება რა არის და ცხოვრება არის ომი. ახლა 800 კილოს არ მოყავან, კარტოფი რომ გაყიდონ და ჩააბარონ 800 კილო თუთუნ ვაბარი. 50 წელი ბებია ქალი ვიყავ. ბათუმ ერთი სავატყოფო გავოქმდა. ხან ქალი მოკლეს, ხან ბაღვი მოკლეს. მე ღმერთი შუქური. მე არც ქალი ჩამკდენია, არც ბაღვი მომკდენია. აყვანილი რამდენი რა ვიცი მე 200 ბაღვი ასეული მყავს. ქუთავრი ერდვათი კობალთა და თაზე რომ მევდოდი თიდან სხვა თებზე მარბენიებდი. გუჭირდებოდა ქალი ღამით მოვდოდნენ და წიმიყვან. სად არის ღმერთი? ღმერთი მუბარეკი ყველგან არის, ამა ყველას გულშია. ჩემ გულში რა ვიცი, ჩემ გულშია მუბარეკი. წარსულში რომ დაბრუნება შეგეძლოთ, რამდენი წლის გინდათ რომ იყოთ? ნეტა დაბრუნდებოდეს და ერთი ჩემებურად ვიმუშავებდი. როგორი იყო თქვენი სკოლის წლები? ჩემ ბიცოლათან რომ მივდოდი, ასე მიზამდა. თურქული ბიცოლა იმყავდა, ქსვიე, ართი. ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, ომობენ, ჩვენ გვცავენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მარტო შენი ცხოვრება კი არ დაგიყვარდეს, მეზობლის ცხოვრებას დაგიყვარდეს. რომ შეგეძლოთ ერთი რაღაცის შეცვლა თქვენი ცხოვრებიდან, რა შეცვლიდით? კიბის თავზე ვდგავარ, რომ როშჩეუბენ იმ კიბეს და წავალ შვილებთან. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიციული კითხვა. რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ თქვენ სასაკამდე ვიცოცხლოთ? რა და გააკეთო და ძიმე არ იმუშაო, ბევრი არ ინეურულო. რითი უნდა ვიყვებო, რომ ჯანმრთელი ვიყო? ნაღები და ჭამო, იაღი და ჭამო, ფხალობიაი და ჭამო, კარტოფიანი ფხალი და ჭამო. თავარი ადამიანს არგებს იმფო წვენიანი საჭმო. ბებო, რას ეტყვი მომავალ თაობას? მომავალ თაობას რას ვეტყვი შვილო და პირველ რიგში ღმერთმა ჯანმრთელობა მიცე. მემრე ღმერთმა წიგნი აწევიონ, ხელში ასწავლო. და რაც თავარია მათ ახალგაზრდობას გუფრთხილდნენ და ჯანმრთელება. ბადიში რამდენი ყავთ? ბადიში მყავს 4. შვილიშვილები გაბრაზებენ? ღმერთმა მადლობა, ბაღდემაც გამაერესო ბითუათ გავაფრი. მე ნახევარ ჭკვის გავხდი, მაგრამ ღმერთ მადლობა.
მერთმა ჯანმრთელობა მიცე. რომ აგზე ვიდგეთ ასე უცბად წაუბრბოთდე, აგერ ანდრი, ასეთ ქარა შემომახვიოს ხელում, ანა ვარტე იქცე, არტე მეკციანა. შენი შვილიშვილების ჭკვა მოგწონს? ხამდეხან არ მომწონს. რატომ? რატომ და ძალიან ამ ტელეფონებმა გადაიტანა ახალგაზრდობა. წიგნი აღარ ვყვა. მაგალითად მე შენ სელამს გაბარებ, ხომ? ის სელამი ვინცხრათან დაგაბარე, იმასნა მოუტანო და უთხრა, რომ უცნობმა ქალმა თუ ნაცნობმა მაგალითად შენ მოკითხვა შემოგითვალა. დიდი მადლი გედება შვილი. და რომ არ უთხრა, ის სელამი შენ ტვირთად გაქვს. ადრე იყვნენ უჟმურები და ჭინკები. ეხლა აღარ არიან. რატომაც წავიდნენ? რატომ და შეიძლება იყო. შეიძლება კი არა არიან. მადლობა ბებო რომ ჩვენთვის დრო გამონახე. მე კიდევ გამოგიული და აბა ჰე კარგად იყავი და სულ ასე ჯანმრთელად და მხნედ უნდა ნამხდი. მერთმა გამჩემმა თქვენს ჯანმრთელობა მოგცენ, თქვენს კარგობა მოგცენ, მოწყალებმა ღმერთმა გიგიმართლონ ცხოვრებაში. გამართლებული ცხოვრება ხო. მადლობა ბებო და კარგადება. კარგობა მოგცეს ღმერთმა და კაი ბედი მოგცეს. კაი მურადი მოგცეს. მადლობა. Kara kazani, kara yazdur yazani. Cennet yüzü kormasın balam, aramızdır kozani. Came yaptım de girmi, minarası girmi. Sen bunda bak, ben bunda balam, bize yazıp de girmi. Sen bunda bak, ben bunda balam, bize yazıp de girmi.